ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა და ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა. ნოდარ ხადურის თქმით 2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანმა შიდა პროდუქტმა 6 მილიარდ 900 მილიონ ლარამდე შეადგინა. ხადურის ინფორმაციით 2014 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 101%-ით შესრულდა. მინისტრის თქმით არსებული მონაცემების საფუძველზე ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიღწევა რეალურია. სოფლის მეურნეობაზე არის 31%, მშენებლობაზე 28,6, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით დაახლოებით 19%, სამთო და დამამუშავებელ მრეწველობაში დაახლოებით 14%, კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორში, მათ შორის სათამაშო ბიზნესში, იანვარ-აპრილში არის 13%-იანი კლება, ბიუჯეტში მობილიზებულია იანვარ-მაისში 2,8 მილიარდი ლარი, რაც 130 მილიონი ლარით მეტია წინა წლის შესაბამის